საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება საქმე ეხება შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს. მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს უკვე წარუდგინა, უმრავლესობისთვის გაუგებარია. სწორედ ამიტომ სახელისუფლებო გუნდი მომდევნო სასესიო კვირას ამ შენიშვნების განხილვასა და ვეტოს დაძლევას აპირებს. მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილის ვეტოს და ოპოზიციის გეგმებს ერთმანეთს უკავშირებს. ქართულ ოცნებაში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს ისიც, რატომ გახდა ცვლილებების განხორციელება საჭირო. პრეზიდენტის ქმედებები ბოლო დროს არ ექვემდებარება რამე ლოგიკურ ახსნას. ჩემ და სამწუხაროდ. ჩვენ მივიღეთ კანონი, იმიტომ რომ პრევენცია მოვახდინოთ იმ რადიკალების, ვინც თავისი პოლიტიკური ხედვების რეალიზაცია მხოლოდ მიაჩნია თუ ქავს მოაწყობენ რევოლუციას და ასე მოვლენ ხელისუფლებაში. რატომ? იმიტომ რომ აპრიორი იციან, რომ მათ ხარს არ უჭერს ქართული საზოგადოება. ყველა, ვინც ამ კანონს უპირისპირდება და ვინც თulis რომ საქართველოს არ ჭირდება ხვალ უსაფრთხოება, არ ჭირდება სტაბილურობა და სიმშვიდე, არ ჭირდება რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე აქციების დროს იყოს დაცული, ეს ხალხი უპირისპირდება ზუსტად ამ კანონს. არგუმენტები აბსოლუტურად არასაკმარისია, არ არის საფუძველი იმისთვის, რომ ეს კანონი დარჩეს განხორციელების გარეშე.